მამაო სახლი გავარემონტე და ახლა მინდა რომ ვაკურთხო. და ვეკითხები და ვინც ვერ გაარემონტა არ უნდა აკურთხოს. სახლი კი არა, გონება და გული უნდა შეაკეთო. უნდა შეცვალო რაღაც და მაშინ იკურთხებ. მამა ვიტალი სიდორენკო ასეთ რამეს ეუბნებოდა ხოლმე მანდილოსნებს. როდესაც საჭმელს აკეთებთო, ილოცეთო. საჭმელს კეთების დროს ილოცეთო და ამითიო საჭმელი იწმინდება. და მე ამას ხოც რო ჭამსო, მასზეც მოქმედებს ეს სიწმინდა. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, როდესაც სახლს ალაგებსო მანდილოსანიო და ლოცულობსო, სახლი იკურთხება. აი ხო ძალიან მარტივია. რო ილოცებ, სახლი იკურთხება. რო დაიწყევლები რა მოხდება? არ იკურთხება, სულ ცოტა. და მე რაც მოხდება ერთმანეთს. რო იგინები, არ იკურთხება. პირიქით, რომ ილანძღები და რომ იგინები, სულიწმინდის მადლი განეშორება. სულიწმინდის მადლი განეშორება. ჩვენ ესე იოლად უყურებთ ბილწსიტყვაობას, რაღაცა დაწყევლას თუ ლანძღვას თუ გინებას, შეიძლება ადამიანი იოლად უყურებს. თვითონ სიტყვას თავისი ენერგია, თავისი ძალა აქვს. ყველა სიტყვას თავისი ძალა აქვს. იმიტომ რომ ყველა სიტყვა გულიდან მომდინარეობს. ამიტომ თუ დალოცავ, მაშინ კარგად იქნება. თუ არ დალოცავ, მაშინ ის იქნება როგორც ის კი არა მცენარეებზე ჩაუტარებიათ ცდა, ესე იგი რომ დაულოცავთ, სხვაგვარად გაუხარია, რომ დაუწყევლიათ, არ გაუხარია, ჩატარებული არის ცდები და შეგიძლიათ ნახოთ ესე იგი. ამიტომაც ის კი არ არის მთავარი რომ მთელი მიიყვანო. ეს როგორც წესი პატრიარქის კურთხევით წელიწადში ერთხელ უნდა იკურთხოს ქრისტიანის საცხოვრებელი სახლი. თუმცა ზოგიერთი ქრისტიანი ამაშიც მოიკოჭებს რაღაცნაირად. ფიქრობს რომ ეგ მე არ მეხება. მაგრამ სხვა არის კიდე როდესაც ადამიანი თავად ლოცულობს თავის ოჯახში, თავად მარხულობს, თავად ემყრობა მეორე ადამიანს ქრისტეს ცნებების მიხედვით. სხვას კი არ თხოვს რომ შენ ასე მომეყარივ, არა. თავად ემყრობა, თავად საკუთარ თავს თხოვს ამას, რომ სხვას მოეყარს ეს. და მაშინ იკურთხება ეს ოჯახი. და თუ ეს განწყობა არ იქნა, რაც ჰქონდა ზაქას რომ თუ რამე დავაშავე, გამოვასწორებ, რამდენი სასულიერო პირიც არ უნდა მიიყვანო და როგორი დიდი ზარზეიმითაც არ უნდა ჩატარდეს და როგორი ბიზონიც არ უნდა დაკლა, ესე იგი, არ გამოვა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული გულში ის სიმები უფალთან დაკავშირებული, რამდენად სწორად არის გაბმული და რამდენად სწორი არის ჩვენი დამოკიდებულება უფალთან. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფოდა, ოჯახებიც დალოცულები ჰქონდეთ და გულებიც დალოცული და გახარებულები. ჩვენთან არის ღმერთი.